გადაცემა კრიტიკული აზრი მეორე ნაწილით გიბრუნდებათ და მე მინდა მივესალმო იმ ტელემაყურებელს რადიო მსმენელს, რომელიც ეხლა შემოგვიერთდა და ასევე მინდა მივესალმო ჩვენს მეგობარს და კოლეგას გიორგი პოპხაძეს. გიორგი ხარ ხაზზე? არ გვესმის გიორგი შენი ხმა, არ ისმის. ეხლა ისმის გიორგი, ისმის ეხლა შენი ხმა, ისმის იმედი მაქვს არ შეწყდება. კი ბატონო, როგორ ახარ? ვიცება. წელა ისევ სიცხებმა შეგაწუხა ალბათ. ხო, არა, ადრე როგორ ახარ და კარგად რაღაც და ეხლა უკვე ხალხს აღარ აღიზიანებ. კარგად. ეხლა არა. გიორგი, ჩვენ ხო, ეხლა გადაცემის პირველი ნაწილი ჩვენ დავიწყეთ იმ ამბებით, რაც ხდება ესპანეთში, მაროკოდან გადმოსული ხალხი, ანუ 50,000-ზე. ანუ რა პრეცედენტი შეიქმნა, ხო, ფაქტიურად დაპირისპირება პოლიციასთან, იქ შევარდნები სახლებში, მიტოვებულ სახლებში, ну, ძარცვა რაღაც, ну, ყველაფერზე ვისაუბრებთ თითქმის, მაგრამ იმდენად არ გვაინტერესებს ჩვენ განვიხილოთ ესპანეთის ამბავი, რატო? ну, იმიტომ რომ ესპანელები თავის თავს თვითონ მიხედავენ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი დახმარება არ დაჭირდებათ. ჩვენ ანალოგია გავაკეთეთ საქართველოზე, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ დავიწყეთ ძებნა რამ წარმოშვა, ხო, ანუ ეს პრობლემაა. საიდან წამოვიდა ეს პრობლემა და მივედით დასკვნამდე, რომ პარლამენტის კანონებმა, პარლამენტში მიღებულმა კანონებმა მისცა საშუალება ადამიანებს ესარგებლა ამ კანონებს, ემიგრანტებს გულისხმობ, ესარგებლა ამ კანონებით და შესულიყვნენ ამ რაოდენობით, შესულიყვნენ ესპანეთის ტერიტორიაზე. იგივე კანონმდებლობა, რომელიც დღეს აძლევს უცხოელს შემოვიდეს საქართველოში, მიიღოს რა ქვია, მოქალაქეობა, დარჩეს საქართველოში და ასე შემდეგ, ეს კანონმდებლობა სამომავლოდ შეუქმნის თუ არა ქართველებს და საქართველოს მოქალაქეებს, მოდი ასე ვთქვათ, შეუქმნის თუ არა სამომავლოდ პრობლემებს. ამაზე ვსაუბრობდით მე და გოჩა და ზოგადად გვინდა ეხლა რომ შენი აზრი გვითხრა, იმიტომ რომ ალჟირიდან გადმოსული საფრანგეთში არის ძალიან ბევრი ალჟირელი და არის მოქალაქე, აქვს ცხოვრების უფლება ბევრს. ну, გასაგებია, რომ ალჟირი იყო საფრანგეთის კოლონია, გასაგებია. მაგრამ რამდენად შესაძლებელია შეიქმნას პრობლემა, თუ ასეთი შემოსევა იქნება, მიგრაციული შემოსევა იქნება იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც ხდება მაროკოში. თქვათ, ეგრევე 50,000, 80,000. კი ბატონო, დავიწყოთ იქიდან და ჩვენი მაყურებელი კარგად მე ამ თემას კარგად ვიცნობ, იმიტომ რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სუეტაში ესეთი შემთხვევები ხდება ხოლმე. კი არა და 2002 წელს გემახსოვრება თქვენ განსაკუთრებით გოჩას ერთი პატარა კუნძულის გამო, რომელიც 250 მეტრით არის დაშორებული მაროკოსგან და პერხილას ეძახიან, ანუ ქართულად რო ვთქვა, ოხრახოში ქვია კუნძულს. ინაღა მომი დაიწყო მაროკოს და ამას შორის, რა ქვია, ესპანეთს შორის ეს ყველაფერი რეგულირდებოდა და რეგულირდება ლისაბონის ხელშეკრულებით, რომელიც 1688 წელს არის მიღებული და ეს ტერიტორია ეკუთვნის ესპანეთს და პერსლემას, რა ქვია, სუეტას მოსახლეობის სადღაც 90% არის ეთნიკური მაროკოელი, ანუ ერთი მაროკოელები და უპირისპირდებიან ხოლმე მეორე მაროკოელებს, მაგრამ აქ არ არის საკითხი, ესე არ განვიხილოს, ჩვენ სწორად განიხილეს საკითხი, ამას უწრებდა წინ, როცა 2 წლის თუ 3 წლის უკან ჯერ კიდევ რახოის ხელისუფლების დროს ჰქონდა ცდელობა მაროკოელებს შემოვარდნის, არა მარტო იქ მაროკოელები არ არიან
ძირითადად არის მაროკოში გადმოსული აფრიკელი მიგრანტები, რომლებიც ცდილობენ ყოველთვის შემოვარდნას ტრანზიტია ამ შემთხვევაში მაროკო ხო? ტრანზიტია და მაროკო ყოველთვის ესე ვთქვათ ფილტრის როლს თამაშობს და როცა უნდა ხოლმე რაღაცა სიტუაციის ამ კარგად გამოვაჭრება ესპანეთთან ამ ყველაფერს შემოაგდებს და მერე იწყება ეს რა ქვია როგორც ეხლა დაიწყო სპარტაშორის ხო რა ხო ის კაბინეტმა მაშინ ძალიან მკაცრ ზომებს მიმართა და იმდენად მკაცრი ზომები იყო რომ ესპანეთის სასამართლო, მაგრამ უკვე როდესაც სოციალისტები მოვიდნენ მაშინ რა ქვია ხელისუფლებაში, მიიღო კანონმდებლობა, რა ქვია სასამართლო გაიმართა და თქვენს რომ თუ ხა ძალიან ლიბერალიზმის და სოციალიზმის არ ვარ გახომე რაღაც რომ ეს ამბობ სოციალისტები ზომიერებაა საჭირო ყველაფერში. ხო მავნებლები არიან მეთქი და არავინ მიჯერებს ეს რა ქვია მიიღო გადაწყვეტილება რომ თუ წყლიდან შემოვიდა მიგრანტიო ანდახან ევროპელებიც მაგრამ უბერო თუ წყლიდან შემოვიდა მიგრანტიო მასო მისი დაბრუნების საკითხიო ძალიან კარგად უნდა იყოსო ეს რა ქვია განხილულიო და ისე უნდა მოხდესო და ეხლა ზუსტად ის გააკეთეს რომ ვითომ წყლიდან შემოდიოდნენ ესენი რა ქვია რომ ის კანონი არ დაერქვა სანჩეს მაგემას უყენებენ სწორედ რომ აი მისი ხელისუფლების ბრალია რომ ეს მდგომარეობა დაგვიდგა. კი. მერე სანჩესი სოციალისტების რა ქვია პარლამენტმა სადაც გადამწყვეტი უმრავლესობა არ აქვს სოციალისტებს, მაგრამ იქ მოსოციალისტო პარტიები, ესე ვთქვათ, ლიბერალური პარტიები, ასე თუ ისე ხმების უმრავლესობას ყოველთვის იღებენ ხოლმე რაც და მიიღო სწორედ შენა და გოჩავმა აღნიშნეთ და გისაუბრია ამაზე რომ კანონები მიიღეს ისეთი სულელური რომ ამან საშუალება მიცა შემოვარდნის ემასში რა ქვია ტერიტორიაზე და გააკეთეს ის რაც გააკეთეს. ახლა თუ გავავლევ პარალელს საფრანგეთსა და ალჟირს შორის ჩვენ ზუსტად სოციალისტებმა დაგუბეს როდესაც 1988 წელს როცა ფრანსუა მიტერანს აკლდებოდა ესე ვთქვათ ხმები და შესაძლებელია წაეგო ჟაკ შირაკთან მერე მაინც წააგო შემდეგ არჩევნებზე 95-ში მაგრამ მაშინ როცა ჭირდებოდა ამოწია ის ხელშეკრულება 1968 წლის ხელშეკრულება ალჟირსა და საფრანგეთს შორის და გამოაცხადა ყველა ალჟირელი რომელიც 1964 წლამდე იყო დაბადებული საფრანგეთის მოქალაქედ და მათი შთამომავლებსაც მიცა იმის უფლება რომ შემოსულიყვნენ იმაში რა ქვია საფრანგეთში და ჩათვალე რომ ერთ ღამეში გაივსო საფრანგეთის პარიზის შემოგარენებით რა ქვია ალჟირელებით და ეხლა ნუ ასიმილირებას აღარავინ აღარ ემაშვებოდა სანდენის ხშირად ხედავთ ხოლმე ტელევიზორში ზუსტად იმ სანდენიში და 93, 94 და 95 დეპარტამენტებში რაც ხდება პარიზის გარშემო თუმცა ასეთ ბოდიში გიორგი თუმცა მათ ასიმილირება უფრო ადვილად შეუძლიათ, იმიტომ რომ ფრანგულად საუბრობენ, იმიტომ რომ საფრანგეთის ქვეშ ამდენი ხანი იყვნენ და კულტურაც და ენაც უკვე მიღებული აქვს. რა თქმა უნდა. ხო, იმ ერებთან შედარებით, რომელიც სულ უცხოერი შემოდის გაგებაში არჩენი კულტურის. ნელ-ნელ ზუსტად მანდედან მანდიდან მოვდივარ მეც და ზუსტად ეგ მინდოდა მეთქვა რომ თუ ალჟირელები მართლა საფრანგეთის მოქალაქეები იყვნენ 1964 წლამდე და ისინი ფრანგულ კულტურას არა მარტო კოლონიალიზმით, უბრალოდ ნაზიარები იყვნენ და ასე თუ ისე ფრანგები დღემდე შესწევთ უნარი იმის რომ გააკონტროლონ ეს მიგრაცია, ალჟირთან ჰქონდეთ განსაკუთრებული ეს რა ქვია ურთიერთობა და ძალიან ადვილად დააბრუნონ ის კრიმინალები, რომლებიც საფრანგეთის ტერიტორიაზე, ალჟირელები, რომლებიც საფრანგეთის ტერიტორიაზე რაიმე კრიმინალს ჩაიდნენ, არა მარტო დიდ კრიმინალს, უკვე ახალმა პარლამენტმა მიიღო ესა, რომ დააბრუნებენ ალჟირში ისეთ, ვინც საშუალო და წვრილი კრიმინალიც კი ჩაიდინა, ხო? ეს მოქალაქეები ვინც არ არიან? თუ არ ხმენ მოქალაქეობას?
მოქალაქეები ვიზა დიდ კრიმინალზე გიორგი ართმევენ მოქალაქეობას. აი მაგალითად ბანდიტიზმი, მაფიოზობა, ტერორიზმი და ასე შემდეგ. ტერორიზმი და ასე შემდეგ ართმევენ. რა ქვია, ის ტერორისტი მუფტი რო იყო, ძალიან ცნობილი ალჟირელი, გააბრუნეს ალჟირში, ჩამოართვეს რა ქვია, საფრანგეთის მოქალაქეობა და დააბრუნეს ალჟირში. ბევრი ეძახა საფრანგეთში ვარ დაბადებული და გაზრდილო, მაგრამ უთხრეს რომ უკაცრავად, მაგრამ შენ მეორე მოქალაქეობაც ქონდა ალჟირის და წადი ბატონო და იქადაგე შენი ტერორისტული იდეები, ხო? ანუ საფრანგეთიც და ესპანეთიც ძალიან გინდა ეხლა რაც არ უნდა ჩვენ სანჩესი ვლანძღოთ თუ არ ვლანძღოთ, მათ შეძლეს ამ ემიგრანტების უკან გაბრუნება და პრობლემის მოგვარება. მაგრამ ჩვენთან არის აბსოლუტურად საშიში მდგომარეობა. თუ ეხლა მე ვამბობდი რომ სოციალისტებმა მიიღეს ეს კანონი და სოციალისტებს აქვთ ესეთი იდეები, ჩვენთან ეს კანონები მიიღო ხელისუფლება, რომელიც აცხადებს რომ ისინი ეროვნულები არიან, კაცო და აგე რაღაცა ორგანიზაციებს ხნიან, რა ქვია, რელიგიური და ისტორიული მების დასაცავად. ხო, მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც პაკისტანელებს და ინდოელებს და რა ვიცი მე, არაბებს და ავღანელებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა უპრობლემოდ, ხო, აი საშინელება მიიღოს, თუ მათ აქვთ ვიზაო რაღაც ემირატების თუ რაღაცა იმის შეუძლია საქართველოს შემოსვლა. აი აბსურდამდე დავიდნენ. ეს არის ძალიან ესა რა ქვია, ცუდი და ძალიანზე ცუდი. იმიტომ რომ ესპანეთსაც და ამასაც რა ქვია, საფრანგეთსაც, ალჟირთან და მაროკოსთან ენობრივი კავშირი გააჩნია, კულტურული კავშირი გააჩნია. ჩვენ ამ შემოსულ ემიგრანტებთან, რომლებიც შემოდიან პაკისტანიდან და ავღანეთიდან, არანაირი კულტურული და რელიგიური კავშირი არ გაგვაჩნია. ჩვენ მათი მუსულმანობაც არ ვიცით, როგორია. ანუ შენ რასაც ამბობ, რაღაც გარკვეული ტრადიცია ჩამოყალიბებულია ურთიერთობების იმ შემთხვევაში და აქ ეს პირველად ხდება. ჩვენ საერთოდ ფილმებიდან თუ აქვთ ნანახი და სადღაც გაგონილი, თორე ურთიერთობა ჩვენ შეიძლება ქართველებს კიდევ მეტად გქონდეს, სახელიც ვიცოდეთ იმ ქვეყნის დაახლოებით ისტორია ვიცოდეთ და იმათ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, სად მოდიან, რა ქვეყანა, რა სიტუაცია ხდება. მათთვის ეს არის უბრალოდ ადგილი, სადაც მათ თავის გადარჩენისთვის და თავისი ასე ვთქვათ, რაღაც გარკვეული სოციალური მდგომარეობის, იმიტომ რომ ისინი ისეთ მდგომარეობაში არიან იქ, რომ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ აქ ჩვენს ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ უკეთესი მდგომარეობაა. და გიორგი ამბობდა, 20 ლარად აქ რომ მუშაობს, ის ბედნიერია, იმიტომ რომ დღეში 20 ლარი რო თუ აქვს, ხო, იმას უკვე სახში გასაგზავნი ფულიც კი აქვს რა და ახლა საქართველოსთვის, აქ საქართველოს მოქალაქისთვის. აქ 20 ლარად მუშაობა ოჯახი შეინახო და ნორმალურად იცხოვრო, ამის საშუალება არ აქვს სილამდვილეში. რა თქმა უნდა, გიორგი, ერთ წამით აი ახლა კიდე ერთი კითხვა შეიძლება დავსვათ, ხო? როგორ იგებენ ეს ადამიანები, რომ არსებობს საქართველოს, სადაც მათთვის ცხოვრება იქნება უკეთესი? აი საიდან იგებენ? ტელევიზორში ამის რეკლამა არ გადის, ხო, რომ ჩამოგზავნით აქ და აქ უკეთესად ცხოვრება. არა. ესე იგი, იმ დონის, ანუ ის სოციალური ფენა, რომელიც მზად არის 20 ლარზე იმუშაოს. ბუნებრივია, რომ იქ თავის ქვეყანაში იგივე სოციალურ ფენაში ტრიალებს. შემოვიდა რაღაცნაირად ამ ქვეყანაში ერთმა და მერე უკვე სარაფანის რადიოთი გააგებინა ყველას, რომ მოდით აქ ისეთი კანონებია, პრობლემა არ არის, აგერ აქ იმაზე იმუშავებ, როგორც ხდება ხოლმე ევროპაში, ერთი წასული ქართველი მერე ურეკავს საახუბლოს ეუბნება ჩამოდით. და როცა ჩვენი ხელისუფლება ამბობს, რომ არა ჩვენ ეხლა ვინც იყიდის, თქვა და იმ დასახლდება არაბულ ქალაქებში და იმაში, ისინი მდიდარი ხალხიაო. მდიდარი ხალხი რო შემოვიდეს, ის ურეკავს მდიდარ კაცს და შემოყავს, მაგრამ მოსამსახურე პერსონალად მას ისევ თავისი ღარიბი დაჭირდება, თანაც საკუთარი ერის და საკუთარი სარწმუნოების ადამიანი. იმიტომ რომ ის ვერ აიტანს სხვას, აი თუნდაც ქართველს, ერთ ქართველი შეიძლება არ წავიდეს სამუშაოდ იმასთან, მაგრამ ის შემოიყვანს ზუსტად იმ ფენას. გიორგი, უყურე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი შეეხება შენ სარწმუნოებრივ საკითხს. ჩვენ საბჭოთა კავშირის დროს, ისევე როგორც ახლა ევროპა თავისი კოლონიალიზმის დროს ძალიან კარგად იცნობდა ჩრდილო აფრიკის სარწმუნოებრივ ტრადიციებს, ხო? ჩრდილო აფრიკის მუსულმანობას, რომელიც განსხვავდება იგივე იმ საუდის არაბეთის მუსულმანობისაგან და რადიკალურად განსხვავდება პაკისტანის და ავღანეთის ტრადიციებისგან და მუსულმანობისგან.
ჩვენ გქონდა შეხება, ასე თუ ისე გქონდა შეხება ევროპასთან ვიცით, იმიტომ რომ იმ საბჭოთა კავშირის მუსულმანობასთან, ყაზახების, ყირგიზების და ასე შემდეგ და აზერბაიჯანელების და ჩვენი მარნეულელი აზერბაიჯანელების ტრადიციები ჩვენთვის მახლობელია და ის ვიცით და სიმბიოზი შეიქმნა ჩვენსა და მათ შორის საუკუნეების განმავლობაში. აი ევროპაში მაგალითად განსაკუთრებით გერმანიაში მოხდა ესეთი რაღაცა, როდესაც ევროპული აი გერმანიაში არსებული მუსულმანური თემები დაუპირისპირდნენ ავღანეთიდან შემოსულ მას რა ქვია და პაკისტანიდან და ერაყიდან და ემედა რა ქვია პალესტინიდან შემოსულ მუსულმან ემიგრანტებს. გერმანელი არა თვითონ ის თემი დაუპირისპირდა, იმიტომ რომ მათი ტრადიციები და მათი სარწმუნოებრივი ბარიერები ძალიან განსხვავებულია იმ ტრადიციული სუნიზმისაგან, რომელსაც ევროპა არის მიჩვეული. ჩვენთან ჩვენ საერთოდ არანაირი შეხება არ აქვს, თუნდაც ეს რა ქვია საუდის არაბეთის მუსულმანურ ტრადიციებთან. ჩვენ საერთოდ არანაირი შეხება არ აქვს ავღანეთის მუსულმანურ ტრადიციებთან, ხო? პაკისტანის მუსულმანურ ტრადიციებთან, რომელიც თურმე მე არ ვიცოდი და მე გავერკვია ყველა რადიკალურად განსხვავდება და განსაკუთრებულად მიუღებელი აღმოჩნდა ევროპული ტრადიციული მუსულმანობისათვის, რომელსაც ევროპა იცნობდა და ჩვენთვის მით უმეტეს იქნება ეს ძალიან დიდი პრობლემა ხალხო. ძალიან დიდი პრობლემა იქნება. ამან შეიძლება ეთნიკურ ნიადაგზე და რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტები გამოიწვიოს. ყველაფერი დაიწყება ეთნიკურ, მაგრამ ეგრევე გადაიზრდება რელიგიურ ნიადაგამდე მივა ეგრევე. აბსოლუტურად ეგრევე გადაიზრდება, ისევე როგორც გერმანიაში მოხდა, კაცო, ისევე როგორც ეთნიკურზე დაიწყო და გადაიზარდა რელიგიურ ემაზე და ძლივს ჩაახშეს ეს ყველაფერი, ხო? როდესაც გერმანია ვერ უმკლავდება ამას და ძალიან გაჭირვებით უმკლავდება, შენ მით უმეტეს ვერ გაუმკლავდები ამას. როდესაც შენ აცხადებ, რომ 40,000 თუ 50,000 უნდა შემოვიდეს ამხელა კომპლექსი უნდა ააშენონ ემაში, რა ქვია, კრწანიში. კი ბატონო, ზარია ეთერში. მოგესალმებით ბატონო. მოგესალმებით. ერთ პატარა მაგალითს მოვყვან, რამდენად მიესადაგება დღევანდელ კითხვას. მაგინ მინდიან სპეციფიკას. აი რომ ავიღოთ სითხე, ყვითელი სითხე. და მასში შევხვდათ წითელი სითხე. ნელ-ნელა უმაგეთ. ის ხომ გაწიწდება დროის რაღაც მონაკვეთში. მართალია ყვითელი სითხე იქნება, მაგრამ ამას თვალით ვერ შევამჩნევ. ისაც ამლა კითხვა ყველა გეტყვის ყვითელია. მაგრამ ჩვენთან არამარტო არაბები 1000 ჯიშის ხალხი აპირებს შემოსვლას, შემოსულობიანენ და ბევრი შემოვა. აქ გამოსავალი რა არის? ეს კითხვა ხშირად დასულა ობიექტივის პირდაპირ ეთერში. საავტორო გადაცემა იქნება თუ სხვა. გამოსავალი არის ჩემი გადასახედიდან ერთი. ეს ხელისუფლება საერთოდ არის შესაძლებელი. ბევრი გამოდის ობიექტივში. უბრალოდ მინდა გამოვახვილო ყურადღება პირველ ნაწილში მე ვერსიაზე შემოსვლა. ერთი შემოვიდა და უცებ ესეთი ლექსი გამახსენდა. ღამე არის მწვარიანი, თოვლიანი, ქარიანი, წვიმიანი, ღრუბლიანი, რაკალი ხარცისაფრე. დაახლოებით ეს იყო. ხო და მეორე შემოვიდა შემდეგ და ქალბატონს მინდა მიმართ უბრალოდ მე არც არავის მოწვლა დავიფაროს ღმერთმა. ვინც ობიექტივი შექმნა იმის წინამორბედიდან ვიცნობ მე ბევრს, რომლებიც ახლა გამოდიან ობიექტივში დაუმორჩილებლობის მოძრაობა. ბატონ დავით ახალგურანის მიერ იყო შექმნილი. წინააღმდეგობის მოძრაობა. წინააღმდეგობის მოძრაობა, მოდის მოითხოვ. და რაც შეეხება კიდევ ორივე შეწყვეტ ოპოზიციას. ოპოზიცია მსმენელო და მაყურებელო ის კი არ არის, ვისაც მთავრობა მიუთითებს. ოპოზიციას უნდა გააჩნდეს თავისი აუცილებელი ატრიბუტები. უპირველეს ყოვლისა, ოპოზიციის მოვალეობა არის ის, რომ ეძებოს ხელისუფლებაში ნაკლოვანებები და მიუთითოს მისი აღმოხმის გზები, რომელიც წინ წაიყვანს ქვეყანასაც და გაუმჯობესდება მასში მაცხოვრებელ მოხარაკეთა პირობებს. ესე იგი, განსაკუთრებით 10 წელი იყო თუ 12 ნაცებმა წოვეს სისხლი, 10 წელი. იმის შემდეგ უარესი გახდნენ ხოცვები. და სულ მალე არჩევნები იქნება. ადრეც ვითქოს, ეხლაც გავიმეორებ.
რომ არჩევნების და ეს არის ყველაზე კარგი საშუალება ხელისუფლების შეცვლისა. უნდა გავიაზროთ, მარტო შემოდით კი ბატონო, აგერ მე დღევანდელი ვისაც ვიყავს განაცემა ბატონი გიორგი და ბატონი გოჩა არავისთვის არ თიშავენ და უსმენენ ბოლომდე ყველას ეგრა. წეღა რომ იყო, ბევრი გამოჩვენე გაუთიშავდა იმას და ამაზე მოვისმოვისდი ერთი ლექცია არის ასეთი. ერთი მითხარი რადგინდა ბრმასში რაღდანი უნდა თო ვიდ გაიხარეს წალკოთში ბეცი და თვალით უნდა თვლი. რამდენის გინდა აუხსენი, მაინც ვერ დაიგებს ის ახლა, რო ხრაბოვალობა შესრულებს, აბაუჩინო, კი ბატონო. აი ეს არის გამოსავალი მე თავსან შეგაწე. გაიხარეთ. ყველაფერი დარაგდება თუ ხელისუფლებაში მოვა პატრიოტის ხალხი. სხვისი არ ვიცი, მე ადრე თქვენას ვიმეორ, მე რო აფეთიშებ. ასეთ მე დღეს ხედავ პატრიოტ ალიანს ნომერ 8 რომელშიც გაერთიანებულია ნამდვილი მამულშვილთა არაერთი პარტია. რომლის პროგრამაც წაიკითხეთ, მოგეწონებათ. მისაღებს ღებულობენ, ჩასაწორებენ, ჩაასწორებენ, არ მისაღებებს არ მიიღებენ. ჩემო კარგო ხალხო, ამაზე დავფიქრდეთ. თუ გვინდა ჩვენ დროულად უშველოთ ჩვენ ქვეყანას. დროულად უშველოთ და იმ წეგადელი პირველი მაგალითის არ იყოს, ის იცხე რომ გაწიფლდება სულთნად, მერე გვიან იქნება. რამდენი ჩვენი ბატონმა დავითმა ადრე ჩამოთვალა 10 იყო თუ 12 გაწყვეტა სპირტწმინდათ არაბებმა. დაახლოებით ისდრეგველი ჩვენს არ მეშენია და წადი და ტანკს შეებრძოლა ხმლის ხო შესულელია. მაქსიმალური გამოსავალი რაც იქნება ის უნდა გაკეთდეს. ამიტომ აქ უნდა დოლიერი წინამძღოლი. მე ასეც მივიჩნევ ეს ვიმეორებ ნომერ 8. და ბოლოს ვამთავრებ იმით რომ რატომ არ აქვს კიდევ ერთხელ ტელევიზია გინდა ნაცებს, გინდა კოცებს, გინდა ნებისმიერს რომ პირდაპირ ეთერში შევიდეს აი როგორც ახლა მე დღეს შემოვედი ობიექტივში და დასვას შეკითხვა. თქვენ დალოცინებო შექმნით კომისია რომელიც შეისწავლიდა მაღალ ფასებს და თქვენი შექმნილი კომისიის დამთავრდა ისე რომ ფასება მოიმატეს. მე ადრე ვთქვი და ახლა ვიმეორებ. ჯილი ამ ამოექცათ უკეთ ფოთლიდან. ბატონო ბიძინა მოგმართავთ. გააქვს შანსი რაღაც სიკეთის და კიდევ რომ კაცურად ადამიანურად გადააბაროთ ხელისუფლება ნამდვილ მამულიშვილებს. ეს ხალხი რაც წერან აურიშე ნომერი 8 პროგრამას გადასარევი აქვს და თვითონაც ნამდვილი პატრიოტი ხალხი არიან. როგორც დაიწყეს ისე მოდიან. თქვენაერად არა სამწუხაროდ, კარგად დაიწყეთ და შემდეგ სულ გადაუხვეთ ყველაფერს. სულ გადაუხვეთ აბსოლუტურად. ნუ ეს არ ვიცი ახლა გავალებენ, არ გავალებენ. მეუსაც ავალებენ ქართულ მეფეს და ოქროს დოდეს პირდებოდნენ პირველ პირებს. მაგრამ იმათმა კაცურად გაწირეს თავი და კაცურად დარჩენ ისტორიაში. აქ არავინ არ დარჩენით. იცოცხლეთ იმდენ ხანს სიკვდილის შემდეგ. რამდენ დიდ სიკეთესაც გაუკეთებ შენს მამულს, შენს ქვეყანას და შენს თანამემამულეებს. მადლობა. გაიხარეთ. დიდი მადლობა. გაიხარეთ. დიდი მადლობა. მე ერთი რამე ხა ბატონმა წამოწია პატრიოტობაზე და ფსევდოპატრიოტობაზე. სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლება ფსევდოპატრიოტობას თამაშობს და ხა პატრიოტობას თამაშობს და სინამდვილეში ფსევდოპატრიოტიზმია, ხო? ხა პატრიოტიზმიც როგორია სამშობლოს სიყვარულია და შენი ხალხის სიყვარულია, ხო? ხა ესა რა ქვია რაღაცა მითიური კი არაფერია ეს პატრიოტობა, კაცო, ძალიან ელემენტარულია და ძალიან მარტივია, ხო? და არც ექსკლუზივია, ხო? ანუ ყველა შეუძლია. რა თქმა უნდა, არ არის. მაგრამ რატო ვამბობ გიორგი ამას და გოჩა რომ ჩვენ პატარა ერი ვართ. თუ საფრანგეთს შეუძლია რომ მიიღოს ემიგრანტების დიდი ნაწილი, თუ ესპანეთს შეუძლია რომ მიიღოს ემიგრანტების დიდი ნაწილი. ახლა ზუსტად გადის რომ ემაში რომ საფრანგეთმა გააძლიერა საზღვრებზე ესა რა ქვია კონტროლი რომ არალეგალური ემიგრაციას ებრძოლა. შენ წარმოგიდგენია საფრანგეთი რომელიც ისტორიულად მულტიკულტურული ეს არის რა ქვია ახლა ფრანგებიც ხო არის ზოგი ნორმანდიელია ბრეტონია თვითონ საფრანგეთი შეიქმნა კაცო რასაც მულტიკულტურულია და ახალი ერი ჩამოყალიბდა სამხრეთ
ჩრდილოეთისა და მისი, რა ქვია, ჩრდილოეთის ამ შენაერთი. რა თქმა უნდა, რომელიც ენამ გააერთიანა. ხო, თორე ხა ტრადიცია ბრეტონელებს და ნორმალ მეზობლად არიან აბსოლუტურად სხვადასხვა კულტურა და სხვადასხვა ესაა. ხო, აღარაფერს ვამბობ, თქვა სამხრეთ ფრანკსა და ბორდოელ თუნდაც იქაიკავე ბორდოელ ფრანკს შორის, ხო? განსხვავება ეს ყველაფერი. ხო, ნუ ეხა ბორდო კიდე ცალკეა და პერპინიონი ცალკეა, ესენი ბასკების ნაწილია და კატალონელების ნაწილია, რომლებიც თავს ფრანგებათვლიან, მაგრამ აქ ამ ერს, ამ ქვეყანას, ამ სახელმწიფოს შეუძლია რომ მიიღოს, გადახარშოს და ასიმილაცია მოუწყოს ნებისმიერ შემოსულს. ნებისმიერს თუ არა 95%-ს მაინც ჩვენ ამის საშუალება არ აგვაქვს და არ შევწევს. როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ აი ლანძღავენ ევროკავშირსაც ამასაც და აი რო შევალ ამას დაგოვალდებულებენ და იმას დაგოვალდებულებენ. ავიღოთ მაგალითი აგეთ ჩეხეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ბალტიისპირეთის ქვეყნები. ამ ქვეყნებს აქვთ ნათქვამი რომ ჩვენ ემიგრანტებს ვერ მივიღებთ. ესტონელები ვართ 1 მილიონი ადამიანი. აი დიდიან, პატარაიან, ბავშვიან, ქალიან, მოხუციანა ვართ 1 მილიონი. ჩვენ რო ემიგრანტი მივიღოთ, სულ რაღაც 5 წელიწადში აღარ იქნება ესტონელი ერი. ნუ ლატვიაში 2.300.000-ია, ხო, მე მგონი. კი, ბატონო, ძალიან პატარა ერია, ხო? ამიტომ ის რომ ჩვენ არიქა ევროკავშირში შევალთ და რაღაცა გემებს არაბების მიღებას და ვიღაცების მიღებას რომელიც ამაში დაგვავალებენ შენი მთავრობა ისედაც აკეთებს მაგას შენ თვითონ დაიწყე ფსევდო თამაშია ფსევდო დემოკრატია ფსევდობს ყველაფერი ფსევდო გვაქვს პატრიოტიზმი ფსევდო გვაქვს და თან ყველაზე მთავარი რა არის ის რასაც თვითონ აკეთებს და რაშიც ფულს აკეთებს მე ამას აბრალებს რომ სხვებმა მაიძულესო ხო სინამდვილეში აი ხელისუფლებას ეხლა ზოგიერთ ნაწილში რაღაცა ნაწილში ვეთანხმები ადამიანებს როცა ამბობენ რომ კი კარგად დაიწყეს და რაღაცა მართლაც იყო რომ თქვა რაღაცები გააკეთეს მაგრამ სინამდვილეში ხო ჩვენ ხო მაინც ვიცით რა იმისი არ იყოს რა ქვია მიშას ხელისუფლების დროს ტიპები რომლისგანაც ფული აკეთეს სინამდვილეში არ იჭერდნენ არა იმიტომ რომ ვალდებულებები ქონდა და ვიღაცა აიძულებდა არა ფულის კეთებაზე იყო გადასული ადამიანები. სტანოკი ქონდათ, ხო? კი, ეხლა იგივეზე, როდესაც მიდის ლაპარაკი, რომ თუ კი ევროკავშირი გეუნება, რომ ასეთი ტიპის ხელისუფალს მე შენ ვერ მიგიღებ და შენი ცვლილება უნდა მოხდეს, მაშინ გამოდიან და ეძახიან, რომ ევროპა გვაიძულებდა ამას, ამა ევროკავშირი გვეუნება, რომ თურმე LGBT-ს თავს გვახვევენ, თურმე კაცების გათხოვებას ვთქვენ, ეს ხო ყველაფერი არის როგორ იმისათვის რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ყველაფერს იბრალებს და ყველაფერს გაბრალებს მერე სხვას. თორე რუსად გეუნება ევროპა ჩვენ ხშირად გვილაპარაკია მაგაზე. იმას როცა გეუნებია რომ შრომის კოდექსი გაასწორება, ამას საერთოდ ყურადღებას არ აქცევენ. ამაზე საერთოდ ლაპარაკი არ მიდის. როცა გეუნებიან განათლების სისტემაში გადადგინა ბიჯები და ჩამოაყალიბა პირიქით წავედით, კაცო. სასამართლო სისტემაზე როცა ანუ რეალურად ხელისუფლება დღეს და აგერ მე და გიორგი შესვენებს დროს ვლაპარაკობდით და ვიხსენებდით იმას რომ ახლა ხანს იყო რომ ლამის წმინდანად გამოაცხადეს ბიძინა და საქართველოს ვერ იარსებებს თუ კი არ იქნება ივანიშვილი ამას მესიჯებად უშვებენ ამას ადამიანებს ეუნებენ რომ ეს ხშირად უნდა ელაპარაკო ამ მდგომარეობაში ვართ გიორგი და შენ მელაპარაკები იმაზე გადავშენდით უკვე ქართველების ნაწილი უკვე იმ მდგომარეობაში ვართ რომ ჩვენს აზროვნებაში მოხდა აი სერიოზული ტრაგიზმია ქართველს ვერ წარმოვიდგენდით თქვენ საბჭოთა პერიოდში ვერ წარმოვიდგენდით არ გეუნები რომ საბჭოთა პერიოდის მერე დამოუკიდებლები რო გავხდით რომ ჩვენზე ასეთი ზემოქმედების მოხდენა თუ შეიძლებოდა და ადამიანების აზროვნების ასეთი დამახინჯება თუ შეიძლებოდა ნუ ვერ წარმომედგინა მართლა მე არ მეგონა რომ ქართველი ასეთი გაუნათლებელი ასეთი არ ვიცი ამას რა დავარქვა რა რომ ესე მონის ფსიქოლოგია რო ასე ჩამოყალიბებული ექნებოდა ნუ არ მეგონა რა საბჭოთა კავშირში არ ვიყავით კაცო მონუ იმას არგან ვიცდით გაიხსენე ხო ახლა გიორგი შედარებით ახალგაზრდაა თუმცა იმ პერიოდს მაინც მოესწარი ხო სკოლის პერიოდში მაინც ქართველი გაუნათლებელი და მონური ფსიქოლოგია ქართველს ცალკეულად აღებულს ხო ამას ვერ მიუყენებ ამ თვისებას და ესე ვერ შეაფასებ აქ საუბარია
კოლექტიურ აზროვნებაზე ხვდები? თორე ცალკე აღებული ადამიანი რო დაელაპარაკო. ხო, მე ცალკე ადამიანი პიროვნებაა. შენ გაგიანალიზებს და გეტყვის, რომ კი სწორია, ეს არასწორია, ეს სწორია და ეს არ მინდა, ეს მინდა. მაგრამ როდესაც კოლექტივში ხვდება და იქ დომინირებს, თქვათ, ვიღაც ავტორიტეტი, ზოგადად როგორც ხდება ხოლმე, ხო? ძირითადად რეგიონებში. აი მე უკვე კოლექტივის მძევალი ხდება თვითონ ეს ადამიანი. აი ჩვენ უნდა ვისწავლოთ გზა თუ როგორ ესე ვთქვათ გამოუგლიჯოთ იმ კოლექტივებს, გამოუგლიჯოთ ეს თითოეული ადამიანები. რომ მათმა უბრალოდ თქვან, რომ არა, მე ხო ჩემი ხვდები, რომ ეს არასწორი გზა არის. ეს ადამიანი რომ მეუბნება, კი პატივს სცემ ყველაფერი, მაგრამ არ არის ახლა მთლად კარგი. და რატო გეუბნება, რომ ეს გზა სწორია? შენ რო ფული აქვს აღებული. ხო გაცილებით უფრო ადვილი ერთი ადამიანი ავტორიტეტი მოისყიდო, რომელიც გავლენას ახდენს, თქვათ 205 კაცზე, ვიდრე 205-ს დაურიგო ფული, ხო? ელემენტარულია. კი ბატონო, იმ ადამიანებმა დაფიქრდნენ, ხო? კრიტიკული აზროვნება გვაკლია და რატომაც ამათმა შეძლეს, რომ სწორედ ეს კოლექტიური აზროვნება დაეყვანათ ბანალური იდეოლოგიის დონეზე რა, თორე ხა გუშინ იყო გადაცემა ფრანგულ ტელევიზიაზე და მე გერმანულ გაზეთებსაც და ონლაინ მედიასაც გადავხედე, მერც აკრიტიკებენ თავისი თანაპარტიელები მის მიერ წარმართული სახელმწიფო პოლიტიკის გამო. მერც, კაცო, კანცლერს და შესაძლებელია, ხა რეგიონალური არჩევნები რო ჩატარდება ზაქსენ-ანჰალტში, შესაძლებელია რომ გადადგეს კიდეცო და ესა რა ქვია, ან უნდა გამოასწავლოს და გადაღენ საკუთარი თანაპარტიელები ხალხო, აი და ჩვენთან გიორგი ბოდიში, დაიმახსოვრე შენი ემოცია და ემოციური ეს გამონათქვამი, რომ მერც, კანცლერს საკუთარი თანაპარტიელები აკრიტიკებენ, როგორც ამოფამას და ეხლა ვკითხოთ საკუთარ თანაპარტიელებს მერცისას, რომ კი, მაგრამ კანცლერი და გეტყვის, ხო, კანცლერია, ხო, თანაპარტია, მე რა, კაცო. ანუ მისთვის ის რომ კანცლერია, არაფერს არ ნიშნავს. უბრალოდ თანამდებობას იკავებს. არ მომეწონავ თქვი და ხვალ გადავაყენე, მორჩა. ანუ აი ამით განსხვავდება ზუსტად დღევანდელი აზროვნება ქართველების, რომ როგორ შეიძლება შენ ან პრემიერზე ან ვიღაცაზე რაღაცა თქვა, ბიჭო და იქ ჩვეულებრივად უდგებიან ამ საკითხს, რომ ჩვენ დავნიშნეთ, ჩვენ ავირჩიეთ, მაგრამ გადაუხვია იმ გზიდან და ეხლა მოვხსნით ხვალ, სხვას დავაყენებთ, რა პრობლემაა? აი ხვდები, ამ დონეზე არ უღრმავდებიან, რომ კი კანცლერია და რაღაცა. ის პირიქით გეუბნება, ხო, კანცლერია, მაგრამ რა, ხო, მე გავხდები კანცლერი, ზეგის გახდება. იმიტომ რომ ის ეს ყველაფერი ასე მუშაობს და შენი ემოცია, აი ქართული ემოცია და ქართული იმაზე გადმოსული, აი ზუსტად ესმის ქართველებს, მაგრამ ცუდია რომ ეს ემოცია ესმის ქართველებს კარგი იქნებოდა რომ ის არაემოციური სწორი გზა ესმოდეთ რაც ხდება თუნდაც გერმანიაში, თუნდაც საფრანგეთში, ანალოგიური სიტუაცია საფრანგეთში არ არის? და იქაცი ეხლა მე და შევლაპარაკობ ზუსტად გოჩა არ იყო წინა გადაცემაში სეგონერ როიალი 2007 წელს იმიტომ კი აწააგო სარკოზისთან რომ რაღაცა სარკოზი იყო უკეთესი თანაპარტიელებმა გააკრიტიკეს ძალიან მკაცრად მის მიერ წარმოდგენილი რომელიც წარმოადგინა პირველი ტურის წინ თავისი პროგრამა საპრეზიდენტო პროგრამა და უთხრეს პარტიელები აღშფოთე უთხრეს რომ ამას ჩემო დაიკო შენ ვერ შეასრულე წარმოუდგენელია რომ შენ ეს შეასრულე. წააგო არჩევნები. რა რეცე გიორგი აი ჩვენ ჯერ ისიც ვერ დავძლიეთ. კარგი ეს არ მოგწონს ვიღაცა რო გეუბნება. კი მაგრამ აბა მაშინ ვინ? გამიგე აი ქვეყანაში არის პრობლემა რომ კი ეს ვერ აკეთებს, თავი ვერ გაართვა. ხო ხა ავტობუსი ძღოლმა ავტობუსი რო გადააყირაოს კაცო და დაიმტროს უღელა. და ხა რო თქვა რომ კი მაგრამ ახალი ავტობუსი მოიყვანა. ახალი ავტობუსი და ისევ იმას რო ჩააბარო, აბა რა ვქნა სხვას ვის? ბიჭო ნებისმიერი, აი რატომღაც კიდე კანონს დაემორჩილოს ადამიანი. კანონებს უნდა ემორჩილებოდეს, გენიოსებს ეძებენ, ვიღაცა წმინდანებს ეძებენ. აი იმის არ იყოს მილიარდელი კაცი აღარ მოიპარავს ფულს, იმიტომ რომ მილიარდელი შოვა. დაახლოებით ეს იყო ძირითადი ისა, რომ და როგორი შოვა მილიარდელი. როგორი შოვა კი არა, ხო? და მე ეს კაცო, მაინდა-მაინც 7-მდე უნდა მივიდე, ეს 2-ზე რატო არ გაჩერდა, ან 1-ზე, ხო? ესე იგი, კიდე ფულს რო შოულობს და კიდე დღესაც რო აგრძელებს. ხა მე კი მაქვს ეს განცდა, რომ ხშირად გვისაუბრია ჩვენც რომ ბიჭო, სირცხვილია რა, ბოლო-ბოლო. შეიძლება ამ ქვეყანაში მართლა ეს პირდაპირ დენი შეაერთეს
ადრე იყო ფულის ისა, რა ქვია, საბეჭდი მანქანა. ფული საბეჭდი მანქანა კრიპტოვალუტა. შეაერთებ ამდენს და ბეჭდავს ფულს. და ქვეყანას ამის წინ ქონდა კიდე ლაპარაკი რაღაც სამეგობროს. ბიჭო, დენი გვაკლია და გვჭირდება და მეთქი წარმოება ამ ქვეყანაში არ გაზრდილა. კაი, მეთქი თქვა და აშენდა ეს სახლები და ბათუმში და თბილისში მოიმატა რაოდენობა იმის, მაგრამ ამ ხელა როგორ მოიმატა? მეთქი რომ დენი აღარ მყოფნის. პირდაპირ დენი შეერთებული აქვს იმაზე რომ ფული გააკეთოს, გესმის? აი, სირცხვილის რაღა არ ვიცი, ალბათ სირცხვილი მე ალბათ ვერც ვიშოვი და აქ ჩვენც გამოძიება დაიწყეს, რამ გამოიწვიაო ჩაბნელებაო და მაინერები უყენიათ. ეს საწოდავე ზარდიაშვილი მიაყოლეს დღეს მაშინ რა ქვია ჯერშებულებაში მიაყოლეს სტიკერივით მიაკრეს ემებას რა ქვია გამოძიებას მაგრამ ჩვენც ხო ახლა ყველა მიცის საქართველოში რატომაც ჩაქრა შუქი აი ყველამ აბსოლუტურად არ ჭირდება ორჯერ 2-4-ია ხო ჩვენ გავეთიშეთ აზერბაიჯანის საერთო სისტემასო და რატო გავეთიშეთ სისტემას და ანუ ამის გამოძიება მიდის თან ორჯერ გავეთიშეთ ხო ანუ აღმოჩნდა რომ საერთოდ გამანაწილებელი ესა რა ქვია რასაც ის ზარდიაშვილი ხელმძღვანელობდა სხვა შორის სწორად ემასხნეს ნებისმიერ პატარა ემაზე რა ქვია დეფიციტზე ან ავარიაზე აბსოლუტურად უმოქმედოა და ვერ აკეთებს ვერაფერს ანუ ვერ უძლებს ემას რა ქვია გადატვირთვას და ასე შემდეგ ეს ახლა ძალიან შორს წაგვიყვანს ამაზე არა გიორგი მე იმასაც არ გამოვრიცხო რომ აზერბაიჯანმა გაგვთიშა ის ორჯერ და მიგვანიშნა რომ თქვენ ეხლა ამ მაინერები რო გაქვთ ჩართული იმდენი ელექტროენერგია მიგაქვთ რომ შეიძლება ჩვენ გაგვეთიშოს ყველაფერი აქ და თქვენ იქ ფულს აკეთებ და ეგრე არ არისო ეგედა შენ წარმოიდგინე ხო დენის საკითხში რა დაუცველები ვართ და ჩვენ საუბრობთ მიგრაციის და აი რამდენად დაუცველ ქვეყანაში ვართ აი წარმოდგენა და დაახლოებით ქართველები მართლა ღვთის იმედადა ვართ რა თორე აი ამ სიტუაციაში რაში ჩვენ ვართ ნუ არ ვიცი რა სახელმწიფოებრიობა საერთოდ რაზე დგას ხო აი იმის და კიდევ საუბარი გვაქვს რომ ახლა ბიძინა რომ არ იყოს ხო აბა ვაფშე აბა მიშა გინდათ ბიჭო რა ვინ დაგწევლა ესე რომ არ ტვინი გაქვთ არც არაფერი რომ ორი არჩევანის გარდა ვერ აგვაქვს არჩევანი და აბა სამწუხაროდ ისტორიულად ასე არის აი ზვიადის პუჩის მერე სამწუხაროდ შევარდნაძე თუ არა აბა ვინ მერე იყო მიშა თუ არა აბა ვინ ახლა არის ბიძინა თუ არა აბა ვინ მიშა დროს აბა გრეჩი ხარ გინდა ჯო ეს გრეჩი ხარ ჯობდა იმ მიშას მისი არ იყოს რა ქვია მართლა რომ ვერ წარმოედგინათ ხო გახსოვს ხო ის პერიოდი მიშას მოსახლეობის სხვათა შორის დიდი ნაწილი მერე შეიცვალა ესე უცბად და ესეც ქართველებს კი არ ალბათ ყველა ერშია მაგრამ ნუ ჩვენ განსაკუთრებით ეს პოლარული ეს გვაქვს ნორმალურად ართული და ხო დიდი ნაწილისთვის გიჟი დორბლიანი და ეს უცბად ეს გიჟი დორბლიანი მერე მოიყვანეს და სხვა აღარავინ აღარ იყო მერე მოიყვანეს ეს კაცი მეცენატი ნუ ბილიარდელი რომელიც რა ქვია ქვეყანას ფეხზე დააყენებს ეს თუ გაუჭირდა ბიჭო გუნდი მაინც აყავს ისეთი და მთელი პოლიტიკური სპექტრი რომელიც მაგ დროს იმის ჩამოწერა თქვა იმან მიშამ და გაანადგურა ეს მოიყვანეს და ვნახეთ ხო რომ მეგონა რომ ბიზნესმენია და კაი ბიზნესმენი ბიზნეს მაინც გააკეთებს ამ ქვეყანაში და ისეთი რა უნდა გააფუჭოს 8 წელიწადში თუ 4-ში არა 8-ში მაინც 12 წელზე მეტი მე 14 წელია შემცვლელი არ აქვს ხშირად მეთქვია აი ყველა პოლიტიკური პარტია რაც არის თვალი დახუჭე და დაადე იმ ორის გარდა ხელი რომელიც ძალიან არ გინდა და ნებისმიერი იქნება სწორი არჩევანი ისე მდგომარეობაში ვართ ეხლა სწორი არის უკეთესი არჩევანი იქნება ვიდრე არის აი ნებისმიერი არ გინდა ნუეძებთ გადასარევს და ყველა ერთს და ორს ხوار გაარტყავს დარწმუნებული ვარ რომ ბევრი იქნება ჩვენ სულ ვამბობთ ხოლმე და ეხლაც მაგაზე ვლაპარაკობთ რა დათვის და ბაბაიას და ჯოხი რო დაგიყენონ ის იყო შენი უფროსი აი მენტალიტეტიდან სანამ არ გამოვალ და არ ვისწავლით პარლამენტარიზმი რა არის კანონის უზენაესობა რა არის რომ კანონს შენ იმიტომ ირჩევ ემას რა ქვია ბიძინა იქნება გიორგი იქნება გოჩა იქნება თუ ესა რა ქვია ჩემი მეზობელი მურმანა ლურსმანაშვილი შენ იმიტომ ირჩევ რომ ის გარანტი იქნება იმ კანონის შესრულების ხო თუ ის კანონს დაარღვევს ახლა როგორც მერცი თავისი თანაპარტიელები ემასხნია ხო სხვა არ დაელოდებიან და ემას გააკრიტიკებენ აი ჩვენ
რატომღაც დავედით ეს ბოლო 30 წელია აბა ეს თუ არა აბა ვინ კაცო და ვინ და შენ სწორად თქვი რომ ეხლა წახან ეს ამბობდა რომ ეს ბატონი რომ ამბობდა რომ ამად გონიათო რომ ესენი თუ არ იქნებიან ვინ უნდა იყოს ეს რა ქვია მინისტრები და მარტო ჩვენი პარტიიდან რამდენი შეიძლება იყოს ძალიან კარგი სპეციალისტი და მინისტრი აჩა გიორგი სახელები და გვარები მითხარ მინისტრების დღეს რო არიან თუ იცის ვინმე ანუ თუ კი ერთი კაცი აკეთებს ამას და ერთი კაცის გემოვნებით ნებისმიერი მინისტრი იცვლება ნებისმიერი შეცვლის როგორც უნდა გააკეთოს ბიჭო ქართველი ერი რო ხარ თუ იმ ერთ კაც შეუძლია თავის გემოვნებით და თანაც არც ერთი არ მე ყველაზე კაცო პრემიერ-მინისტრები სულ ყველა მოღალატეები სულ ყველა დასაჭერები ყოფილი პრეზიდენტი ყოფილი და სულ ყველა ხო სულ ამდენი შეცდომა იმას მოსდის ბიჭო ერი რო ხარ შენც მოგივიდეს რა შეცდომა რა მინისტრების არჩევაში და თანაც თუ კანონი იქნება მთავარი და რასაც შენ ამბობდი ახლა ზუსტად თუ კანონი არეგულირებს ეს არის განსხვავება დემოკრატიულ ცივილიზებულ დემოკრატიულ სახელმწიფოში ანუ კანონი დგას მაღლა ნებისმიერი ადამიანი მერცი იქნება გიორგი იქნება გოჩა იქნება ემზარი იქნება თუ დათო იქნება კანონში უნდა ჩაჯდეს ეს არის აი ძირითადი მონაპოვარი რაც კაცობრიობამ როგორც იქნება თქვა რომ ნებისმიერი ადამიანი რაც არ უნდა მაგარი ლიდერი იყოს უნდა ჩაეტიოს და ჩაჯდეს კანონში აი ეს მომენტი უნდა გქონდეს და ნებისმიერ შემთხვევაში ხო თუ კი ასეთ არჩევნებს გააკეთებ კიდე შეცდომა მოსულა შეიძლება შეგეშალოს არაუშავს არ არის პრობლემა კანონის ფარგლებში ჩაჯდება გადაუხვევს კანონს ამოვარდება ახალს გააკეთებ ამ არჩევანს კაცო ეს ადამიანმა ვერ გაითავისა მაგრამ გავიხსენოთ ხო მაიერ როჩილდსის სიტყვები რომ მომეცით საშუალება ბეჭდო ფულიო და სულ არ მაინტერესებს ვინ ქმნის ამ კანონებს გაიგეთ თუ ამ ლოგიკით დღეს ხელმძღვანელობს ხელისუფლებაში მყოფი ლიდერი დღევანდელი ხო ანუ ან ბიძინა ივანიშვილი ან სხვა რომელიმე ნუ მაშინ ეგ ლოგიკა გასაგებია ანუ ისინი მართულებით ევროპას და ამერიკას არ წავიდა გიორგი არ მიიღეს ეს რა ქვია ფორმულა არა მე ვამბობ ეს ფორმულა აქვს თორე ის მაშინ იყო ინგლისში გახსოვთ თქვენ ხო ინგლისში იყო ფაქტიურად ნაპოლეონთან ბრძოლა და ის რომ ნაპოლეონმა რო წააგო ეს ხო მან პირველმა გაიგო მე გაიგეს ხო და იმ აქციებით მან გააბანკროტა რამოდენიმე ბანკი და კიდე გაასამაგა საკუთარი ქონება ეხლა ისტორია არ მინდა ეხლა ეს ყველა მის მე სხვა რამეს ვამბობ თუ ამ ლოგიკით ხელმძღვანელობენ დღეს ოცნებაში მაშინ ეს ლოგიკა ჩემთვის გასაგებია თორე სხვანაირად მათი ნებისმიერი ქმედება ჩემთვის ალოგიკურია პირიქით მათ ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ იმისათვის რომ ხალხს ეთქვათ ნახეთ მართლა რეალურად რაღაცას ცდილობენ იქ ბიზნესებს ქმნიან იქ ცდილობენ რომ ემიგრაციაში წასული დააბრუნონ გაიგი აქ რაღაც საშუალო ფენა შექმნა სოციალურად დაუცველები უკვე აღარ არიან ქვეყანა გიორგი გადატენილია საფრანგეთი და ესეთი ვთქვათ ნაკადი არასოდეს არ ყოფილა საქართველოში ესე ვთქვათ მკურნალობა არასწორი მკურნალობის და არასწორი სამედიცინო დაზღვევის გამო ადამიანები არიან ვალდებულნი თუ ადრე მარტო კიბოზე მოდი ეხლა ყველაფერზე მოდიან გოჩა არა აქვს ეს რა ქვია საშუალება ურჩევნია აქ ჩაბარდეს სამი თვე დაელოდოს იმ ვადას აიღოს სამედიცინო ფრანგული სამედიცინო დაზღვევა და ელემენტარულზე იმკურნალოს მე აღარ გეუბნები მძიმე დაავადებებზე ელემენტარულზე გადახედე ქართულ Facebook-ს შენ ახლა გიორგისგან განსხვავებით რეკლამას უკეთებ ეხლა ჩვენი მაყურებელიც გაიქცევა იქ არ დარჩა რაკნას გიორგი რაკნას მითხარი გადახედე გოჩა ახლა შენ უფრო მეტად ხარ ხოლმე Facebook-ში ვიდრე გიორგი ხო ყოველდღე წერენ რომ იმას ფული არ აქვს იმას ეს არ აქვს იმას დავეხმაროთ იმას 12 წლის განმავლობაში სამედიცინო დაზღვევა ვერ შევქმენით იმიტომ ვერ შევქმენით რომ ჩვენ არ აგვაქვს არც წარმოება არც მომსახურების სფერო არაფერი დედამიწაზე
ქაღალდს არ ვაწარმოებ, ვაწარმოებდი და აღარ ვაწარმოებთ. კარგი, აგერ გიორგი მეუნებოდა სომხეთთან დავდებით ზღვიმისი, რა ქვია, თევზის შესყიდვაზე. არა, დღეშია ქვეყანა წარმოდგენილი თევზის შესყიდვას სომხეთიდან ვადმევშვებით, რა ქვია. სომხეთიდან თურმე უნდა წამოვიღოთ. ხილზე აღარ ვლაპარაკობ, გიორგი, ხილი და ის ეხა შემოდის, იმიტომ რომ რუსეთთან გაურთულდა ურთიერთობა, შემოყრილი აქვს ხილი, რომელი მის გინდა ხილი, ბოსტნეული, ყველაფერია, ყველაფერს აწარმოებდა, რუსეთის ბაზარზე გადიოდა, ევროპისკენ გაარღვევს, ვერ გაარღვევს, ნუ ყოველ შემთხვევაში ხარისხი მაინც არაფერი არ არის. უკეთესი ხარისხი ხო? ხარისხი ჩვენ ყველაფერში, აი ქვეყანაში მე გეუბნები, ფიქრობდი რა იმას, რომ მართლა ეს კაცი რომ მოდიოდა ბიზნესმენი ადამიანია, ბიზნესი განვითარდება ქვეყანაში და ნუ მე ბოლო რაღაცას უზა ბიზნესი და საშუალო ფენა თუ არის დემოკრატიაც გექნება რა, იმიტომ რომ ღონიერი როცა ხარ გექნება ეს და დამშეულზე რა გექნება, დაიქცა ქვეყანა, გაიქცა და აგარი რასაც შენ ამბობ. გარბის აქედან ცხოვრება ახალგაზრდები გადიან. ეს არის დაბერებული ერი, რომელი მას გაუძლებს, რა ქვია, მიგრირებას და იმას. მკვდარია უკვე, მოკვდა ეს ერი მკვდარია. გაცოცხლე რეანიმაცია როგორ უნდა გაუკეთოთ, მაგაზე გვაქვს საფიქრალი და ნუ არ ვიცი რა, ახლა მართლა ბოლომდე კიდევ კარგი ეს ქართველები იმაში ვართ, მაგრები რომ ბოლომდე არ ვიაზრებთ რა ტრაგიკულ მდგომარეობაში გვაქვს და გული არ გვისკდება, თორე არხეინი ხალხი ვართ რა კიდე რა, თორე ამას რო შეხედო ნორმალურმა ადამიანმა გაგისკდება გული და მოკვდები რა მდგომარეობაში ჩვენ ვართ ახლა. ბატონო, კეთილი, კარგით. ჩვენი დრო ამოიწურა, გიორგი. პესიმისტურად ვამთავრებთ, მაგრამ რა. გიორგი, მადლობა რომ გვერთვები, მადლობა რომ ჩვენთან ხარ. მაყურებელსაც მადლობა რომ რეკავთ. თქვენი აზრი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. ეხლა კი დაგემშვიდობებით, შეგხვდებით მომავალ კვირას, ორშაბათს, ვიქნებით თქვენთან ერთად სამივე 8:00-დან 10:00-მდე კარგად ბრძანდებოდეთ.